მოდით განვიხილოთ ახლა ბრტყელი ჭიების ნერვული სისტემა. აი რის მეშვეობით მოძრაობენ ისინი, რის მეშვეობით მოიპოვებენ მსხვერპლს, რა აკოორდინირებს ამას ყველაფერს. ბრტყელი ჭიების ნერვული სისტემა ორგანიზებული არის ცერებრალურ განგლიონებად. აი თქვენ ხედავთ რძისფერი პლანარიის მაგალითზე თავის ნაწილში არის ცერებრალური განგლიონები. რა არის ეს? ეს არის ნერვული კვანძები და რადგან ეს თავის ნაწილში, ანუ ცერებრუმში, ამიტომ ქვია ცერებრალური განგლიონები. ნერვული კვანძებიდან გამოდის ნერვული ბოჭკოები, ანუ ნერვული ჭიმები. ნახატზე თქვენ ხედავთ მოდელს ნერვული განგლიონებისა, სადაც კარგად ჩანს განგლიონებიდან გამომავალი ნერვები, ასევე ნერვული ჭიმები და განგლიონზე მოთავსებული თვალაკები. გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ კიდევ ბრტყელ ჭიებს აქვს სუბეპიდერმული წნულები, ანუ კანქვეშა წნულები, რომლებიც თურმე ფუნქციონირებენ საერთოდ ცერებრალური განგლიონებისაგან დამოუკიდებლად და მათ ახასიათებთ აგზნების დროს აგზნების რადიალური გადაცემის პრინციპი, ისევე როგორც ეს კნიდარიებისთვის არის დამახასიათებელი. ეხლა ზოგიერთი მეცნიერი იმის გამო, რომ აი თითქოს ნერვული სისტემა კარგად არის დაყოფილი ორ ნაწილად, თავის ნაწილად და სხეულის ნაწილად, ყოფს ცენტრალურ ნერვულ სისტემად და პერიფერიულ ნერვულ სისტემად თვითონ ბრტყელი ჭიების ნერვულ სისტემას. თუმცა, რა თქმა უნდა, აქ არ არის ჩამოყალიბებული თავის ტვინი. ძალიან საინტერესო აგებულების თვალაკები გააჩნიათ ბრტყელ ჭიებს, რის მეშვეობითაც ისინი განარჩევენ სინათლეს, სიბნელეს და ითვლება, რომ შესაძლებელია აღიქვამდნენ საგნების კონტურებს. აი მაგალითად თქვენ ხედავთ აქ დუგესიას, გვარი დუგესიას წარმომადგენელ ბრტყელ ჭიას ოცელიას, რომელიც ძალიან გავს პლანარიას, ხო? და მის თვალაკის აგებულების სქემას. თვალუკები დაფარული არის ეპითელიუმით, ანუ ისინი ფაქტიურად კანით არიან დაფარულნი. ამის ქვეშ განლაგებული თვალაკში გამოვყოფთ მუქ პიგმენტური უჯრედების შრე, ეს არის ძირითადად კოლბებით წარმოდგენილი შრე და აი ეს ღია ფერის შრე ფოტორეცეპტორებით წარმოდგენილ შრეს. რა არის ახლა ეს ფოტორეცეპტორი? ეს არის ცეფალური განგლიონებიდან გამომავალი ნერვები, რომლის ბოლო ნაწილები არის გაფართოებული და არის სინათლის მიმართ მგრძნობიარე. არ აქვს ჯერ ბროლი, პიგმენტური კოლბების საშუალებით საზღვრავენ სინათლის სხივის მიმართულებას და სინათლე იწვევს მათი ფოტორეცეპტორებიდან კალიუმ პლუსის გამოდევნას, რაც ხდება ნივთიერება როდოფსინის საშუალებით. ასეთივე პროცესი დამახასიათებელია მაღალ განვითარებული ცხოველებისთვისაც. როგორ მრავლდებიან ბრტყელი ჭიები? ძალიან საინტერესო გამრავლება ახასიათებთ მათ. ესენი არიან ჰერმაფროდიტი ორგანიზმები, თუმცა თვითგანაყოფიერების თავიდან ასაშორებლად მათ გააჩნიათ სხვადასხვა მექანიზმები. ისეთი ორგანიზმები არიან, რომელსაც ახასიათებთ კოპულაცია, ანუ შერწყმა. კოპულაცია ხერხდება იმის ხარჯზე, რომ მათ აქვთ პენისი და ვაგინა, ესე იგი თითოეულ ინდივიდს აქვს პენისიც და გააჩნია ვაგინაც. იმ სახეობებს, რომელსაც არ აქვთ ვაგინა, გამრავლება ახასიათებთ შემდეგნაირად: პენისი არღვევს ეპიდერმისის შრეს, შეაღწევს სხეულში და ისე შეყავს სპერმატოზოიდები. კოპულაციის ადაპტური ღირებულება რა არის? პირველ რიგში გენეტიკური მრავალფეროვნების და გამეტების კარგვის თავიდან აცილება, რაც ხდება, რა თქმა უნდა, გარეგანი განაყოფიერების შემთხვევაში. აი ძალიან საინტერესო ქცევა აქვთ განაყოფიერების დროს ბრტყელ ჭიებს. ეს გახლავთ ფაქტობრივად ბრძოლა ერთმანეთთან. აი ისინი თითქოს ებრძვიან ერთმანეთს და გამარჯვებული ინდივიდი ასრულებს მამრის ფუნქციას. ბრძოლის დროს იმარჯვებს ის, ვისაც პირველი შეიყვანს მოწინააღმდეგის სხეულში პენისს. ამ შემთხვევაში მოწინააღმდეგე იძულებულია იფუნქციონიროს როგორც მდედრი, გამარჯვებული ფუნქციონირებს როგორც მამრი. ამ
ქცევას მეცნიერები პენისებით ფარიკაობას უწოდებენ. განაყოფიერების შედეგად ყალიბდება ლარვა, ანუ აქვს ესეთი შუალედური ფორმა, ყალიბდება ლარვა, რომელსაც ტროქოპორი ეწოდება. სხვადასხვა სახეობის ტროქოპორები, როგორც აქ ხედავთ თქვენ ფოტოზე, სხვადასხვა ფორმების არიან. ტროქოპორი თანდათან ვითარდება და გარდაიქმნება ზრდასრულ ინდივიდად. როგორც უკვე ვთქვი, ბრტყელი ჭიები ბინადრობენ ძირითადად წყალში, მლაშე იქნება ეს თუ მტკნარი, თუმცა გვხვდება სახეობა, რომელიც ნიადაგშიც ბინადრობს. ეს არის ბიპალიუმ კევენზე. აუცილებლად მისი არსებობისთვის საჭიროა დიდი რაოდენობით ტენი. ამიტომ იგი ბინადრობს ისეთ ადგილებში, სადაც ძალიან ტენიანი გარემოა. მაგალითად ტროპიკულ აზიაში. იგი შემთხვევით იქნა შეყვანილი შტატების სამხრეთ ნაწილში და იქ დასახლდა ბაღებში, სადაც იკვებება ჭიაყელებით. ეს ინვაზია შემთხვევითია, ისევე როგორც შემთხვევით იქნა შეყვანილი სავარცხლურა შავი ზღვის ბასეინში. არის ისეთი ბრტყელი ჭიები, რომლებიც იკვებება მოსკიტის ლარვებით. როგორი საჭმლის მომნელებელი სისტემა აქვს საერთოდ ბრტყელ ჭიებს. ბრტყელ ჭიებს აქვთ პირი, რომელიც ისევე როგორც კნიდარიებში ასრულებს ანუსის ფუნქციას, ანუ საჭმლის მონელების შედეგად დარჩენილი მოუნელებელი ნარჩენები გამოიტყორცნება გარეთ პირის საშუალებით, აქვს ხახა და აქვს ნაწლავი, მაგრამ საინტერესო რა არის, იცით, ხახას აქვს სხეულიდან ამოყოფის საშუალებას. თქვენ აქ ხედავთ ბრტყელ ჭიას, რომელსაც ამოყოფილი აქვს ეს თეთრი არის ხახა და ამ ხახით მიკრული არის მოსკიტის ლარვაზე. ბრტყელ ჭიებთან დაკავშირებით საინტერესო აღმოჩენა მოხდა გუამთან. იმისათვის რომ შეგახსენოთ გუამი სად არის, დაათვალიერეთ ოკეანიის კუნძულების რუკა. მეცნიერები სწავლობდნენ სხვადასხვა სახეობის ლოკოკინებს და აგროვებდნენ მათ კონტეინერში, ერთ-ერთი ლოკოკინა ჩასვეს დამოუკიდებლად კონტეინერში და იპოვეს უცნობი ბრტყელი ჭია. და ჩათვალეს, რომ ალბათ ეს იქნებოდა ახალი სახეობა, რაც მართალი აღმოჩნდა და ლოკოკინასთან ერთად კონტეინერში მოათავსეს. ცოტა ხანში ასეთი სურათი დახვდათ. როგორც თქვენ ამ სლაიდზე ხედავთ. ჭია დამრგვალებული და არსად არ ჩანს ლოკოკინა. შემდეგ თითქოს ლოკოკინის სხეულში, ბოდიში ჭიის სხეულში მოქცეული იყო ლოკოკინა, უკვე გამოჩნდა გამჭვირვალე სხეულის მეშვეობით და ბოლოს ბრტყელი ჭია დაუბრუნდა თავის ჩვეულ ფორმებს. ლოკოკინისაგან დარჩა მხოლოდ ნიჟარა. როგორ მოკლა ბრტყელმა ჭიამ ლოკოკინა, რისი საშუალებით? ბრტყელი ჭიის შესწავლა მაჩვენა, რომ იგი გამოყოფს საკმაოდ ძლიერ ცხოველურ შხამს ტეტრადოტოქსინს. ტეტრადოტოქსინი დამახასიათებელია არა მარტო ბრტყელი ჭიებისთვის. აღმოჩნდა, რომ იგი სხვადასხვა ზღვის ცხოველებსაც ახასიათებს. ზოგ თევზებს, ერთ-ერთი ესეთი ბერია თევზის, რომელიც იბერება შიშის შემთხვევაში თევზისთვის არის დამახასიათებელი, არის დამახასიათებელი რვაფეხებისთვის, ზოგიერთი სხვა ბრტყელი ჭიისთვის. ეს შხამი ბლოკავს მოქმედებათა პოტენციალს ნერვებში. რის ხარჯზე? უკავშირდება თურმე ნატრიუმის არხს უჯრედის მემბრანაში და შესაბამისად იწვევს ნატრიუმ-კალიუმის ტუმბოს მოშლას. თვითონ ტეტრადოტოქსინის ფორმულა გახლავთ C11H17N3-2. მისი მოლეკულის მოდელი წარმოდგენილი არის ამ სქემაზე. თუ როგორ განლაგდებიან ატომები მოლეკულაში, ხედავთ ამ ნახატზე.